თუკი თქვენი მცირეოდენი დანაზოგი ფულით ბაზარში გაეშურეთ, აუცილებლად შეიძინეთ მომცრო ზომის წიწილა. მაესტრო წიწილას მომზადების ორიგინალურ რეცეპტს შემოგთავაზებთ. კერძის მოსამზადებლად საჭიროა წიწილა 30 გრამი კარაქი, 2 თავი ხახვი, 200 გრამი პომიდორი, 200 გრამი თეთრი ღვინო, 50 გრამი ტყემალი, 1 კონა ახალი პიტნა და რა თქმა უნდა, მარილი. კარგად გასუფთავებული წიწილა გავჭრათ 4-ხად. მოვაყაროთ მარილი და შევწვათ დაბალ ფართო ქვაბში. ცხიმად სასურველია კარაქის გამოყენება. როცა წიწილა ირგვლივ კარგად შეწითლდება, ჩაუმატოთ დაკეპილი ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა თავდახურულ ქვაბში. ხახვი რომ ჩაიხრაკება, დავასხათ თეთრი ღვინო და გავაგრძელოთ შუშვა. სანამ დაიშრობს ღვინო, შემდეგ კი დავასხათ იმდენი ღვინო, რომ წიწილას ფარავდეს. როდესაც ადუღდება, ჩაუმატოთ კანგაცდილი, გახეხილი პომიდორი. ან შეიძლება წიფე ტყემალი და წვრილად დაკეპილი ახალი პიტნა. სუფრაზე შევიტანოთ ცხელი, თავისივე საწებელთან ერთად ღრმა ლანგარით. ასე რომ იმოქმედეთ ტელერეცეპტის რჩევების მიხედვით და თქვენი ოჯახის წევრების თვალში შეუცვლელი დიასახლისი გახდეთ.